გორში ლიახვზე ნაპირსამაგრის სამუშაოების მიმდინარეობისას მდინარის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ გარემოს დაცვით ზიანთან დაკავშირებით მასალების სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში პროექტის დამფინანსებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბერკეტებს გამოიყენებს. ასევე დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს და სამუშაოები პროექტით განსაზღვრული ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით გაგრძელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ქალაქ გორში დასასვენებელი პარკის მიმდებარედ მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს კერძო კონტრაქტორი კომპანია იმერმშენი ასრულებს. პროექტი რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობასა და არსებულის ხიმინჯებით გამაგრებას ითვალისწინებს. სამუშაოების არეალში შესაძლო სამართალდარღვევა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა 2025 წლის 10 ნოემბერს დააფიქსირეს. დეპარტამენტის ინფორმაციით სამუშაოების პროცესში ლიახვის მიმართულება შეიცვალა, რის შედეგადაც მდინარის აქტიური კალაპოტის დროებითი დაშრეტა მოხდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანამშრომლობს ზედამხედველობის სამსახურთან გარემოებების სრულად გარკვევისა და პროექტის ტექნიკური და გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად. ევზი დაიჭირეს რაღაც სასწაულად. რომ გადაუშვეს წყანა ხო დარჩა წყალი და ეს ევზი დარჩა იმაში და დეერევინე ხალხი და დაისვნა რა ვედერებით დაერეს. ძიმება ბუნების თუ ძიემე რომ ამოდელას ევზი გაწყდა. ახლა ეგ მთავრობის საზრუნავია მაგრამ თუ რა ხალხსა გეეხარდა რომ ევზი დაიჭირეს. წვრილი ევზი დაიხოცა რა. აი ეს პატარა ევზი ეს ვისარასნობდა ეგ. დაიხოცა ეგრე. ეგ უკვე ფაუნის საბავე რომ თევზი გაწყდა. ის დანაკლისია აი მეთევზეების მაგალითად გააფრთხილონ ხალხი რომ ესეთი ამბავია არც გაუცხილებიათ ეს გადაუშვეს ეგრევე და წავიდა წყალი. ეს თევზი დარჩა ეგრევე. ეგა წინდატვნა გადაიკეტათ ეგა და ეს ცოტა წყალი ეძინა ცოტა წყალსა რომ გამოსულიყო თევზი. პატარა წყარო იქნება თევზი გამოვიდოდა შიგეთ ყვარში და აღარ დარჩებოდა ეგრე. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ლიახვზე სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს და მყისიერი რეაგირება მოახდინეს. კერძოდ, დადგინდა, რომ შპს იმერმშენმა ნაპირსამაგრის სამუშაოების პერიოდში მდინარე ლიახვზე თვითნებურად შეცვალა მდინარის მიმართულება, რამაც გამოიწვია აქტიური კალაპოტის დაშრობა და თევზების დახოცვა. აღნიშნული ფაქტი გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.